გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, მინდა რომ გაგიზიაროთ შთაბეჭდილება აღქმა, რომელიც შემექმნა მამაპაისის ცხოვრების გაცნობისას და ეს შთაბეჭდილება და აღქმა იყო ის, რომ მსგავსი პერსონებიდან, მსგავსი ცხოვრებებიდან, როგორც წესი ადამიანებს გადმოგვაქვს ხოლმე მხოლოდ საუკეთესო ნაწილი, ჩვენ ვაჩვენებთ ხოლმე მხოლოდ რა საუკეთესო ნაწილს, მაგრამ გვავიწყდება ის თუ რა შრომაა ამ ყველაფრის მიღმა ჩადებული რა ღვაწლმოსილება და სწორედაც რომ ეს ღვაწლმოსილებაა საუკეთესო ნაწილი, სწორედაც რომ ეს შრომა საუკეთესო ნაწილი, რომელმაც შექმნა შემდეგში ეს რაღაც კარგი, ეს რაღაც ლამაზი და ეს რაღაც უკეთესი. დიახ, ეს შრომა, ეს ღვაწლმოსილებაა, რომელმაც შექმნა პერსონა. საინტერესო სიტყვები იყო ასევე, რომ დღეს ათონის მთაზეო 100 ბერი რომ ერთად აიღო, ერთ მამაპაისაც ვერ გამოიყვანო. ანუ 100 ბერიც კი ვერ იქნებაო ერთი მამაპაისიო და ზოგჯერ ისეც ხდება მართლაც რომ ერთი ადამიანის მიერ გაწეული შრომა, ერთი ადამიანის მიერ გაწეული ღვაწლმოსილება შესაძლებელია რომ აღემატებოდეს 100 ადამიანის შრომას. სხვათა შორის თუ არ ვცდები, ვაჟა-ფშაველას აქვს შემდეგი სიტყვები ნათქვამი, რომ 1000 ცოცხალსაო, ბევრჯერაო, გაცილებით ჯობსო, ერთი მკვდარიაო. 1000 ცოცხალსა ბევრჯერა, 100 ჯერ ჯობს, თუ 10 ჯერ ჯობს, ერთი მკვდარიაო, რამდენჯერ ჯობს გადამწყვეტი. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს, მაგრამ აშკარაა ფაქტია და ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის ასე. მართლაც ასეა. და თუ კარგად დავაკვირდებით, ასევე საინტერესოა, რომ რეალურად ქრისტეს ცხოვრებასაც რომ გადავხედოთ და ქრისტიანობას რომ გადავხედოთ, შემდეგში ქრისტიანებს დავინახოთ, რომ ნამდვილი ქრისტიანები და ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან ისინი, ვინც ქრისტიანობის ფუნდამენტი, ქრისტიანობის საძირკველი არიან ისინი, ვინც გააგრძელა ქრისტეს გზა. ვინც გააგრძელა ქრისტეს გზა იმ გაგებით, რომ მან აიღო არა მხოლოდ ის რაღაც ამაღლებული ნაწილი, არამედ ასე ვთქვათ, თავად გაიარა ქრისტეს გზა და ასე ვთქვათ, შემდეგ ამ გზის გავლით მივიდა, ამ შრომით, ამ ღვაწლმოსილებით მივიდა, ასე ვთქვათ, ამაღლებამდის, აღდგომამდის. და საინტერესოა რა, ერთ სიტყვით, მსგავსი პერსონების ცხოვრების გაცნობისას კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ხედავთ მარტო კარგს, მარტო რაღაც ლამაზს, მარტო რაღაც უკეთესს, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ არის, ეს ყველაფერი ასე არ იქნება. რეალურად ეს ყველაფერი იქმნება იმ შრომით და იმ ღვაწლმოსილებით, რომელიც მათ გასწიეს და აი შემდგომში, რასაც ვხედავთ, იმ რაღაც კარგს, იმ რაღაც ლამაზს და იმ რაღაც უკეთესს, ეს არის სწორედაც რომ იმ გზის შედეგი, რომელიც მათ გაიარეს, საინტერესოა. თუ გადავხედავთ წმინდა მამების ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ისინი არ მოსულან რაღაც, ასე ვთქვათ, ისეთ მდგომარეობაში მათ თავად გაიარეს ეს ყველაფერი, მათ საკუთარი ღვაწლმოსილებით, შრომით მიაღწიეს ამა თუ იმ მდგომარეობას. საინტერესოა და ეს უნდა გვახსოვდეს და ზოგადად რაც არის საინტერესო არის ის, რომ როდესაც რაღაცეები ჩვენ მოგვიცავს ხოლმე, გვავიწყდება, ჩვენ თუ დავიწყებთ მარტო შედეგებით, ტკბობით სურვილს, ეს ასე ვერ მოხდება, ჩვენ ამით ვერ წარმოვაჩენთ სათანადო შედეგებს. შედეგები მიიღწევა იმ ღვაწლმოსილებით, რომელსაც ესა თუ ის არსება, ესა თუ ის ქმნილება ახდენს და ახორციელებს საკუთარი არსებობის, ცხოვრების, სასიცოცხლო ციკლის მანძილზე. მადლობა ყველას, ღმერთმა დაგვროცოს და გაგვაძლიეროს. მოგვანიჭოს მისიონების შესატყვისად ცხოვრების შესაძლებლობის გაუმჯობესება.